მოგესალმებით, თქვენ უყურებთ GeoTV-ის YouTube არხს და უყურებთ მორიგებს ქართული ფეხბურთის შესახებ ბუდაპეშტიდან ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან დაუბრუნდით თბილისში, სადაც საქართველოს ნაკრები ივნისის პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს რუმინეთის წინააღმდეგ. ჩვენ აქ ვართ, ეს არის ამხანაგური მატჩი, თუმცა დიდი მნიშვნელობის ჩვენი ლეგენდის კაპიტნის გურამ კაშიას ბოლო შეხვედრა ეროვნულ ნაკრებში. მანამ სანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას, გთხოვთ გამოიწვიოთ GeoTV-ის YouTube არხი, მოიწონო ეს ვიდეო და ჩაუჯექი საქართველოს რუმინეთის GeoTV-ის YouTube არხზე. წავედით. ვისურვებდი რომ გავიმარჯვოთ და დარწმუნებული ვარ რომ გავიმარჯვებთ. გურამ კაშიას ბოლო თამაშია და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ამაღელვებელია როგორც გურამისთვის, ისე ჩვენი ნაკრებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ როგორც ჩვენ ნაკრებს, ისე გურამ კაშიას. ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ფეხბურთელი იყო ნაკრებში და ალბათ დარწმუნებული ვარ რომ ყველა ქართულ გულშემატკივარს უყვარს და აფასებს და პატივსცემს მის კარიერას. ბოლო პერიოდის თამაშებით ჩვენი ნაკრების არ ვარ კმაყოფილი, უფრო მეცაც ვიტყვი, უკმაყოფილო ვარ და იმედ გაცურვებული ვარ ევრო 2024-ის შემდეგ, მაგრამ უნდა ჩავთვალოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი და ჩვენი ნაკრები ისევ და ისევ მოემზადება დიდი ტურნირებისთვის და დიდი შესარჩევი მატჩებისთვის. შესაბამისად, მე ვარ ყოველი მათგანის საგულშემატკივროდ კვარას ნახვა გამიხარდებოდა, თუმცა კაშიას მადლობა იმ 17 წლიანი კაპიტნობისთვის და უსურვებ წარმატებებს, როგორც თქვა, დარჩენა მინდაო ფეხბურთშიო და დიდი სიამოვნებით გამიხარდება თუ რომელიმე ისეთ წამყვან პოზიციაზე იქნება და ჩვენი ნაკრების წინსვლაში შეიტანს წვლილს. Номер 7, number 7, Ხვიჩა. მატჩი რამდენიმე წუთში დაიწყება, მეგობრებო. ჯერჯერობით სამწუხაროდ სტადიონი არ არის სავსე, ნახევარადაც არ არის სავსე. შემოდგომებს გეტყვით, მამა და კაშიჩო 5 მცველით თამაშობთ. კაშო გოგლიჩიძე ლოჩოშვილი, სეროვ მცველები. მარჯვენა მამაგეშვილი, მარცხენა აზაროვი, შუაში კიტე ჩაკოე, ხოჩორას ტრიო დაბრუნდა და წინ ორი მძიმე ფორვარდი ბუდუ და ქვილითავ. ნახოთ, სიახლეა, რა თქმა უნდა ეს. ჩვენ ერთად არის ჩვენი საყვარელი წყალი, ჩვენი გენომური ხარდამჭერი ნაბეღლავი, რომელიც მინელებით შეგვავსებს თამაშის განმავლობაში. ესეთ პირველი მომენტი დღევანდელ მატჩში საქართველოს ნაკრებს 23 წუთზე. ირაკლი აზაროვის ძალიან კარგი მოქმედება, გიორგი გულითაია თავით ბურთს უგდებს კოჩორას და კოჩორა კარგი მანძილიდან ვერ მოახერხა კარში ბურთის მორტყმა, თორემ უფრო ბანგარში გაიხსნებოდა. ნახოთ, იმედია მე პირველ ტაიმში გვექნება კიდევ შანსები და მარტო ერთ მომენტზე არ დავრჩებით.
პირველ მომენტს მეორე მომენტიც მივაყოლეთ ძალიან მალე 25 წუთზევე. ბუდუზიძოძე მორთაბრძოლა მოიგო ცოტან ძალიან კარგად და 1-1-ზე დარჩენილმა სამწუხაროდ რუმინელთა მეკარეს ვერ აჯობა. აი ორი წუთიანი ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა, 2 წუთში 2 მომენტი რუმინეთის ნაკრების კართან. 0-0 26 წუთი მიმდინარეობს ამ მომენტისთვის. პირველი ტაიმის ბოლოს შესანიშნავი პასი კიტესგან ჩაკოს და ჩაკომ დარტყმის დროს ჩაკოს დააფარეს დარტყმის დროს ამ დროს ფეხი იტყინა იმედია სერიოზული არაფერია იმედია ხაწევს ექიმები უწყინავენ ფეხს შესვენებაზე მეორე უნდა გაგაცნოთ ერთი ადამიანი ვასილ კაშია რაღაცა შეცრემლებული აქვს თვალი ემოციური დღეა მისთვის და მთელი საქართველოს ზოგადად ვისაც ფეხბურთი გუყვარს გურამ კაშიას ბოლო მატჩი ბოლო ტაიმზე რა სიტყვი და იმ ემოციებზე რომელიც ხა შენშია ჩემთვის განსაკუთრებულად ძიმე დღე არის იმიტომ რომ კაშას თამაშის ნაკრების მაისურით ბოლოჯერ ვხედავ და მართლა ძალიან მიჭირს გამომშვიდობება კაშას ნაკრების მაისურით ჩატარებული მატჩი რაც კი მინახავს ყველა იყო ძალიან ფასდაუდებელი დიდ შრომას დებდა და ყოველთვის სამაგალითო იყო ყველა მხრივ აბსოლუტურად მოედნის გარეთ მოედნის შიგნით და პირადად ჩემთვის ინდიკატორი იყო ნამდვილი სპორტსმენის და მიხარია დაგვაკლდება ან დაგვაკლდება გასახდელში დაგვაკლდება დააკლებათ ბიჭებს აუცილებლად ყველა აღნიშნავს მაგას მოედანზეც დაგვაკლდება და მისი ეს 8 წელი ქართული ფეხბურთისთვის ფასდაუდებელი არის და მე შენი ერთ-ერთ ვისარგებლებ საბა ჯერუთიმით და კაშოთ გეტყვი რომ ძალიან მეყვარ ხარ ძალიან სამაგალითო იყავი და იქნები ჩემთვის ყოველთვის და ჩემ გულში ხარ ძალიან მეყვარ პირველი ტაიმი დასრულებულია 0-0 საქართველოსა და რუმინეთს შორის გასაგვია თქვა პირველ ტაიმზე ვქონდა მომენტები თუმცა არასანახაობრივი თამაში იყო მაინც ორჯერ შეგვიძლია ანგარიშის გახსნა ერთ ბუდუს ერთ ქოჩორას პირველ ტაიმის თავი ამბავი სარო სამწუხაროდ იძულებით გიორგი ჩაკოტაძემ დატოვა მოედანი და იმედია სერიოზული არაფერი იქნება მათი შემდეგ უფრო მეტი გვეცოდინება ამის შესახებ მეგობრებო შეგახსენებთ რომ ჩვენი არხის წამყინე კომპანია აჭარაბეთი რომელიც გვეხმარება რომ გადავიღოთ საინტერესო ვიდეოები და განვითარდეთ მადლობა აჭარაბეთ ჩვენი გვერდით გომიწვევთ და ახლა კი წამოდით და ვნახოთ რა გველოდება მეორე ტაიმში მეორე ტაიმი ჩვენთვის შესანიშნავად დაიწყო. გიორგი ქულითაიას გოლით საქართველოს ნაკრები დაწინაურდა, 1-0 უგებდა. ძალიან კარგი სანახავი იყო აღნიშნვა ქულითამ გურამ კაშიასთან. თელმა გუნდა გურამ კაშიასთან ერთად აღნიშნა ეს გოლი და რა თქმა უნდა დღევანდელი თამაში ყველა გოლი ეწურა ჩვენს კაპიტანს. 1-0 კაი საწყისი მეორე ტაიმის, როგორც ვთქვით, ჩაკო შეიცვალა, იმედია სერიოზული არაფერია და მესამე ირაკლი ეგოიანი ეროვნულ ნაკრების დებიუტანტი, სადებიუტო გამოძახების სადებიუტო შეხვედრა ეროვნულ ნაკრებში. წარმატებები ირაკლი ეგოიანს და ქულითავს უოცავთ 2 გოლს ეროვნულ ნაკრებში.
65 წუთზე გურამ კაშია შეცვალეს, ბოლო ჯერ დატოვა კაშომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის სტატუსით მოედანი. ძალიან ემოციური დღე, როგორც გულში ვატკივის, ასევე კაშოსთვის პირველ რიგში რასთავარია. ძალიან მონატრება ის საქმე. 17 წელი ერთგული ჯარისკაცი იყო საქართველოს ნაკრების და მადლობა კაშო ამ ყველა თამაშისთვის, ყველა თავდადებული მოქმედებისთვის საქართველოს ნაკრებისთვის. თამაშამდე კიდე არჩენია თამაშ დასრულამდე 25 წუთი იმედია მოვახერხებთ მეორე გოლის გატანა, საგან ამ თამაშის მოგება ძალიან საჭიროა. იმიტომ რომ რეიტინგი ჩვენზე უკეთესი გუნდია და გვჭირდება მოგება ძალიან. მატჩი, რომელიც ყამხანებული, თუმცა ატარებდა დიდ მნიშვნელობას, როგორ შეაფასებდი თამაშს და დღევანდელ დღეზე რა სიტყვები, გურამ კაშიამ 17 წლიანი სამყარო კარიერა დაამთავრა. ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ კაშის ბოლო თამაშზე მასთან ერთად ვიდექი, მასთან ერთად ვითამაშე. 4 წლის ვიყავი, ალბათ დაახლოებით კარიერა რო დაიწყო და ცოტა წარმოუდგენელია და მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესეთი ადამიანი გავიცანი ჯერ პირველ რიგში, ესეთი კაპიტანი, ესეთი კარგი პიროვნება, ბევრი რაღაც ვისწავლი მისგან და წარმატებებს უსურვებ ცხოვრებაში შემდეგ ეტაპზე. ის ჩვენთვის ყოველთვის ჩვენი კაპიტანი იქნება და საქართველოს ნაკრების ლეგენდაა. ერთვიანი როცა სეზონს ვორჩი ერთი თუ გავიდა, მაშინ რას არ გითამაშია, დღეს საკმაოდ სოლიდური იყავი, რამდენად დაგიჭირდა ფიზიკურად. ძალიან რთული იყო ერთი თვე უთამაშებელთან ვარჯიშებიც არ იყო, ამ სეზონი დამთავრებული იყო. მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს თამაში. ფიზიკურად მოვასწარით, რომ მომზადებულიყავით სტაფის დამსახურებით და ფიზმოქმედების დამსახურებით და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევძელი რამდენი წუთიც ვითამაშე, 18 წუთამდე ვითამაშე. არ ვფიქრობდი, რომ აქამდეც შევძლებდი თამაში, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, სავარაუდოდ ყველაფერი ატმოსფეროდან მოდის, გულშემატკივრებიდან მოდის, ყველანაირი ლოგიკით დაღლა ადრე უნდა მეგზო, მაგრამ მაძლიერებდა ხალხი შეძახილდა, მაძლიერებდა ის ფაქტი, რომ კაშოს ბოლო მატჩი იყო და მინდოდა რომ მაქსიმუმი დამიდო სტადიონს. კიდე ამხანაგური მატჩი იყო, თუმცა ამხანაგურ მატჩზე მეტად უფრო სხვა დატვირთვა ქონდა დღევანდელ დღეს, როგორ შეაფასებთ დღევანდელ დღეს ემოციურობის მხრივ თამაშის ხარისხის მხრივ? ხო, დღეს ცოტა განსხვავებული ხასიათის თამაში იყო. ემოციურად ალბათ ყველა ჩვენთაგანისთვის, კაშოსთვის რა თქმა უნდა განსაკუთრებით, მინდოდა რომ გამარჯვებით და კაი თამაშით გაგვეცილებინა და მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა ფეხბურთელმა ის თავდადება აჩვენა მოედანზე, რომელთაც კაშო მთელი თავის კარიერის განმავლობაში გამოირჩეოდა და რა თქმა უნდა, ყველა ძალიან დიდ მადლობას ვუხდით. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ალბათ გამორჩეული ადამიანია და გამორჩეული ფეხბურთელია და ძალიან დაგვაკლდება, ძალიან მოგვენატრება ყველას. რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ვფიქრობ, რომ
საკმაოდ ბევრი დადებითი და პოზიტიური მომენტი იყო, მაგრამ მსგავსი ტიპის თამაშები უნდა მოვიგოთ რა მარტივად. უნდა გავიტანოთ მეტი გოლი და დაცვაშიც ესეთი გოლები, ესეთი მარტივად დასრულებული გოლი ალბათ არ უნდა გაგეშვა. აი რა მოგეწონა უნდა თამაშის ხარისხის. თამაში ალბათ ვფიქრობ, რომ ურთის ამოტანას ვცდილობდით იყო შეცდომები ალბათ დასაწყისში ურთის ამოტანის დროს, მაგრამ ამან არ შეგვაშინა და პირიქით უფრო მეტად ვცდილობდით და იყო რიგი შემთხვევები, რომ ძალიან კარგად გადავედით შეტევაში და შანსებით შევქმნით ასე თუ ისე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ესეთი თამაშები უნდა მოვიგოთ და მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური თამაშია მაინც მსგავსი თამაშების მოგება აუცილებელია, რომ თავდაჯერება უფრო სხვანაირად მიუდგეთ თამაშებს და უფრო მეტი მოგცეს ამ თამაშებმა დადებითი ემოციები. ხოჩო არ ვიცი ვიღაც ბავშვმა მითხრა რომ თუ შეიძლება ქოჩასო ჩემგონო აჩუქეოთ მის შესაკრავია. თუ შეიძლება სამახსოვროთო რა კონდეს. აი მაგრამ მე ვერ ვიყენებ ამას. მართლა კონდეს სამახსოვროთ კონდეს გაუხარდეო. მადლობა. სალამი. დეტექტივი დეტექტივი აი აღნიშნავს ვერ. ამასოდი რაღაცა რა. ხვილით მოიფიქრე და მე კი არა ამხანაგური თამაში რომელიც ატარებდა უფრო დიდ ემოციურ დაკვრას ამხანაგური თამაში იყო და ამხანაგურ თამაში შენ იყავ ერთ-ერთი ფეხბურთელი ჩვენი შემდგომდა ვინც გოლის გატანა მოახერხა რას გეტყვით ეხლა დღეს ო ემოციური დღე იყო ყველასთვის კაშის გაცილება არ არის მარტივი ნაკრებიდან და ვეცადეთ ეს ემოცია როგორ მართა და ვეცადეთ ისე გაგვეცილებინა კაშა როგორც მსახურობს ეროვნულ ნაკრებთან სპორტულია თუ შავიდან დეტექტივად გახსნა შავიდან დეტექტივად გახსნა რა ეს გოლი რას მოგცემ შენ სამომავლოდ როგორც ვიცი თუ გუნდი გავარდებოდა მეც თავისუფალი აგენტი ხდებოდი ჩვენს მომავალს რას გეტყვი ბევრი წერება უნდა მე შეგინარჩუნოს ხო არის ჯერ კონკრეტულად არაფერი არ არის ველოდები ჯერ ადრეა ჩემი აზრით და ველოდები რაც იქნება მედი მაქვს ევროპიდან იქნება კარგი წინა ველოდები და მომწევს ევროპაში დარჩენა და აი იმ გადაწყვეტილებამ რომელიც გარისკე დიდი ფულზე უარი თქვა წახვედი ტოპ 5 ლიგაში აი ამ 4 მათროემ რა მიცა გიორგი თბილისაიას ხო რისკი არ იყო ჩემი აზრით მე ფეხბურთი ძალიან მიყვარს და ფეხბურთის ყოველთვის ვიღებ მაქსიმუმს რა და როდესაც არჩევანი მაქვს ფუცსა და ფეხბურთს შორის ყოველთვის ვირჩევ ფეხბურთს რა და ამჯერადაც ფეხბურთი აურჩიეს როდესაც მოხდა ნაკრებში დაუბრუნდი გოლი გავიტანე და თუმცა ის ზუსტად რისი მიღებაც მინდოდა და რასაც ვიცოდი რომ მიწა გიორგი კოჩოვის დაბრუნა ნაკრებში წინა შეკრება გამოტოვა რამდენად რთული იყო მოდი ვთქვათ იმ შეკრების გამოტოვება სადაც არ იყავ რა თქმა უნდა ყოველთვის რთულია იმიტომ რომ ამ დროის განმავლობაში რაც ნაკრებში ვიყავი არ მქონდა გამოტოვებული არც ერთი თამაში და შორიდან ყურება, ტელეფონში ყურება, თან როცა პორტუგალიაში ხარ მოშორებით შენი ქვეყნისგან ძალიან რთულია, მაგრამ ბიჭები ყველაფერს შეესაბამება გაიკეთებინათ და ეხლა რო ჩამოვედი ძალიან დიდი სიხარული იყო და ის სიხარული რომ კაშოს ჩაეხუტები და შემდეგ ყوارა ამ ხელა თამაშის შემდეგ ჩამოვა, იმიტომ რომ ჩვენთან ერთად იყოს, ეს იმას გულისხმობს, რომ ჩვენი ნაკრები ძალიან შეკრულია და ყველას გვიხარია აქ ყოფნა. ფსიქოლოგიურად როგორ ხარ მთელი სეზონი შენ ხო ძალიან რთული ვიცით რომ გიორგი კოჩაშვილის ესეთი რაღაცეები არ არის საშიში და პირიქით უფრო მეტად ძლიერდება. აი ამ სეზონმა რა მისცა გიორგი კოჩაშვილს მენტალურად. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიძახი რომ ჩემთვის ლევანტე ის ადგილი იყო, რომელიც მიყვარს, ჩემი სახლია, მაგრამ ჭირდებოდა რაღაც სიახლე, რომელიც დამეხმარებოდა, რომ გავძლიერებულიყავი. ყოველთვის სირთულეები გეხმარება, რომ გახდე უკეთესი ადამიანი და უკეთესი ფეხბურთელი. ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ, რომ ყოველდღიურად ვიყენებ იმისთვის, რომ ვიყო უკეთესი ფეხბურთელი ან სპორტინგისთვის, ან საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურად არ არის ადვილი, მაგრამ ის ხალხი, რომელიც გვერდში გყავს, ოჯახის წევრები, სანდრა, ძალიან დამეხმარნენ, რომ ის გზა მეპოვა, რომელიც რეალურად შენ თავში უნდა ეძებო, იპო გამოსავალი რომ გახდე უკეთესი ფეხბურთელი. გიორგი კოჩაშვილის შეფასება გურამ კაშეორს ფეხბურთელი კაპიტანი, გასახდელის მეგობარი, ვეთქო. GK mentality როგორც იტყოდა ხოლმე და როგორც ეხა გასახდელში იძახდა, შევეცდებით რომ მისი გზა გავაგზავნოთ, იმიტომ რომ მე ძალიან მომეხმარა პირველად რომ მოვედი ნაკრებში, გავხდი უკეთესი ფეხბურთელი და უკეთესი ადამიანი მასთან ერთად, როგორც მოედანზე, ასევე მოედნის გარეთ. ამიტომ დიდი დაფასება მაქვს. რა თქვა GK გასახდელში? GK მარაფი. ეხლა რომ მივავალ სასტუმროში ალბათ უფრო გამოხატავს ემოციას, იმიტომ რომ რთულია თამაშის შემდეგ, ამხელა ემოციები და ამ ემოციის გამოხატვა ყოველთვის რთულია, მაგრამ
გულშია ძალიან, მაგრამ მიყვარს და ის არის ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ენ და ჩვენი მაგალითია, როგორ უნდა იყოს ფეხბურთელი და მეგობარი გუნდში. მადლობა. ძალიან ემოციური დღე, ლეგენდა წავიდა. 17-წლიანი კარიერა საბა გოგლიჩიძემ უთხრა 4 წლის ვიყავი, როცა კაშოს საანაკრებო კარიერა დაიწყო და შეშო გუნდელები ვიყავითო. რა დგას ამ 17-წლიანი გზის უკან? უდიდესი შრომა და სიყვარული ჩემი საქმის. ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ამ სიყვარულით, ძალიან ბევრი ვიშრომე. ყოველთვის ვცდილობდი რომ რაც ფეხბურთი ჭირდებოდა, მიმეცა ფეხბურთისთვის და ფეხბურთმაც დამიფასა, მადლობა ესეთი კარგი გაცილებისთვის, კომაგებს, ყოველ გულშემატკივრებს, ვინც ერთხელ მაინც მოვიდა და გულშემატკივრობდა ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ნაკრებს, ვინც მე მხარში მედგა და მეც ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ იყო საოცარი სიამაყე არის ჩემთვის ესეთი გულშემატკივარი რო ყავს, ესე რო ყავს ქართულ ხალხს ფეხბურთი, იყო საოცარი გამოცდილება. ვიყავი კაპიტანი ეროვნული ნაკრების, რაც ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და საოცარი კარიერა მქონდა, ძალიან ამაყი ვარ და მიხარია რომ ესე მორჩა მართალი გითხრა, ამაყი გამოვედი მოდი. კმაყოფილი ხარ მემკვიდრით? მემკვიდრე? კვარა? კვარა არის. კვარა იქნება ძალიან მაგარი კაპიტანი, აბსოლუტურად დარწმუნებული იყო. იმას აქვს თქვენ ვერ ხედავთ ალბათ, რამდენად მაგარი ფეხბურთელი ალბათ მაგ თვისებებს ხედავთ, მაგრამ აქ ლიდერული თვისებები და გუნდს ყოველთვის პირველს აყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ას შემტევი ფეხბურთელია, არის ძალიან მაგარი ლიდერი და ძალიან მაგრად წაიყვანს გუნდს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ და მისი ის გადაწყვეტილებაც, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ორ დღეში ჩამოვიდა და გუნდთან ერთად იყო, უკვე ესეთ ლიდერული თვისებები აქვს და ესეთ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის ნაკრებს, ამიტომ ერთი წუთით არ მეყარება ეჭვი, კვარა იქნება ძალიან მაგარი კაპიტანი. კაშო არ გვინდა ჯერ შენი წასვლის ნახვა საბოლოო ფეხბურთთან, თუ ქართული გუნდი დაგირეკავს, არის შანსი რომ კაშო ერთი წლით თუ საბა რა მომენტი არის იცი, არსებობს რაღაც გარკვეული სტანდარტი, რაც მე უნდა აუცილებლად მე მაქვს სურვილი რომ ვითამაშო. ხანდახან არ გამომდის, ამიტომ ვფიქრობ დროა რომ უკვე ფეხბურთს მოედანს ჩამოვშორდი, რა თქმა უნდა. და რამე ახალი დავიწყო 39 წლის ვხდები 2-3 კვირაში და დროა ჩემთვის რაღაც ახალ ეტაპზე გადავიდე და აბსოლუტურად ვცადე ვარ რომ ფსიქოლოგიურად განწყობილი ვარ რომ რაღაც რჩება და უკვე ჩემთვის ჯობია რომ მორჩეს. ესეც ასე მეგობრებო ჩვენი ვლოგი დასრულებულია რუმინეთთან მატჩიდან. მოისმენთ ფეხბურთელების კომენტარები, კაშო, ქვილითა, კიტე, გოგლიჩა. გოჩორა საკმაოდ კარგი მიქსონა ქონდა დღეს. მადლობა კაშო შესანიშნავი 17-წლიანი კარიერისთვის. თქოთ, გაუსპამოთ გულები ჩვენ კაპიტანს კომენტარებში. მოიწონთ ეს ვიდეო, გამოიწონეთ ჩვენი არხი და მადლობა მომავალ შეხვედრამდე. თქოთ, გამოგვიწეროთ, დაგვალაიქოთ და დაგვიტოვოთ კომენტარები. აბა, კარგად.